ჯერ ჩუმად გამაძვირეს, ახლა საჯაროდ მაიაფებენ. მადლობა ქართულო ოცნებავ, ახლა სუპსაც ვაჯობებ. რამ გააძვირა პროდუქტები და როგორ უნდა გაიაფდეს? ეს შოთა ბერეკაშვილმა უნდა გითხრას, რომელიც სათავეში უდგას ფასების საგამოძიებო კომისიას. მე თქვენთვის საჩუქარი მაქვს, ნახეთ შიგნით რა არის. ბერეკაშვილის გუნდმა სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ფასებზე დასკვნა 3 თვეში უნდა დადოს. თუმცა რამდენად აწუხებს გაძვირებული ცხოვრება თავად კომისიის თავმჯდომარეს, თქვენით მიხვდებით. თუ გეტყვით, რომ 2024 წელს 9 მილიონი ევრო გადაიხადა ერთ ნაკვეთში. 9 მილიონი ლარი დახარჯა საყიდლებში. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. შოთა ბერეკაშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ბაგების სატყეო უბანში, წყნეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც 2024 წელს 640,000 ევროდ შეიძინა. მისი მეუღლის მაკა კვიციანის სახელზეა კერძო სახლი თბილისი მოლის მიმდებარედ. ამ ქონების ნაწილი 170,000 ლარად იყიდა, ნაწილი მამამ აჩუქა, თუმცა დეკლარაციაში სხვა ფასია მითითებული. კვიციანი ბინას ფლობს ბაკურიანში, დასასვენებელ კომპლექსში, რომელიც 50,000 დოლარად აქვს შეძენილი. გარდა ამისა, ბერეკაშვილს მემკვიდრეობით მიღებული ბინა აქვს ქუთაისის პრესტიჟულ უბანში, ჯავახიშვილის ქუჩაზე. ფასების კომისიის თავმჯდომარეს 2 ძვირადღირებული ავტომობილიც ჰყავს. 75 ევროიანი Porsche Cayenne და 75,000 დოლარიანი Land Cruiser-ი. გადავხედოთ ამ ოჯახის ხარჯებს. 2024 წელს შოთამ და მისმა მეუღლემ მოგზაურობაში დახარჯეს 320,000 ლარი. საყიდლებში 722,000, გადარიცხვებში კი ორივემ ჯამურად 3 მილიონ ლარზე მეტი. ცოლ-ქმარს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 2 შვილი იქ გააჩინეს, თუმცა როგორც ჩანს, სამოგზაუროდ ევროპა ურჩევნიათ. რა არის ამ წყვილის ოფიციალური შემოსავალი? ქართული ოცნების გუნდს ის 2024 წელს შეუერთდა. იქამდე მხოლოდ კერძო ბიზნესში იყო. მიმაჩნია, რომ ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ქვეყანას უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. ამაში მე ვხმართ დაწუნებული. ბერეკაშვილისაა BK ჰოლდინგი, რომელიც ფლობს დეველოპერულ კომპანია თეთრ კვადრატს, სამშენებლო კომპანია BK Constructions და სამშენებლო კოლეჯ Constructors. BK Construction-ის აშენებულია მაგალითად City Mall, Redison Collection-ი წინანდალში და რესტორანი ფუნიკულიორი მთაწმინდაზე. ამ კომპანიის დირექტორი და შოთას წილის მმართველი ახლა მაკა კვიციანია. ცოლ-ქმარს ამ ბიზნესიდან მხოლოდ 2024 წელს 5 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა. BK Constructions სახელმწიფო კონტრაქტებიც აქვს, ჯამში 54 მილიონი ლარის. მაკა კვიციანს ბიზნესი ცალკეც აქვს, ძირითადად მოდისა და დიზაინის სფეროში. ცნობილია ისიც, რომ კვიციანი კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის ახლო მეგობარი და მეჯვარია. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.